პროტესტი ხილიანის ქუჩაზე ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. საუბარია ქუჩის დასაწყისში სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამხანაგობის ხელმძღვანელმა მერაბ შენგელიამ მრავალსართულიანი კორპუსის ასაშენებლად ხეები გაჩეხა, რითაც ეკოლოგიური პრობლემები იქმნება. ადგილზე ახლა საძირკვლის ამოთხრა იწყება, თუმცა მოსახლეობა მშენებლებს მუშაობის უფლებას არ აძლევს. თავად ამხანაგობის ხელმძღვანელი კი კომენტარისგან ამ დროისთვის თავს იკავებს. გვიდგავენ აქ 12 სართულიანს, თანაც 40-ზე, ესე იგი რაღაც საშინელებას, მახინას, რომელსაც, რა თქმა უნდა, ყველას ტრანსპორტი ისა, ან საიდან უნდა შევიდნენ ისინი, ან ჩვენ როგორ უნდა ვიაროთ საერთოდ, ან კანალიზაცია, ყველაფერი გასათვალისწინებელია, გარდა მაგისა, ეს გამონაბოლქვი, რომელიც აქ უკვე ჰაერს აღარ დადის ჰაერი საერთოდ. დილით, როცა მოვედით, აქ იყო 25 ხე. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ეს 25 ხე, აი შეიძლება ნუ ერთი 5 ხე უშლიდა ხელს, მაგრამ იქით ზონაში კედელთან იყო მუხის ხეები, კაკლის ხეები. კითხეთ ნებართვა და გვიპასუხეს, რომ ნებართვა ჰქონდათ მერიის სამსახურის უფროსის, გამწვანების უფროსია ვინმე გოგლიკა, გვარი არ ვიცი. დღეს მოიყვანეს უზარმაზარი მანქანა, ღამე უნდა გათხარონ კატლავანი, რათა დაიწყონ უკანონო მშენებლობა. ჩვენ ვპირდებით მოსახლეობა, ძველი თუ ახალი მთავრობა არ გვაინტერესებს, რომ ამ მშენებლობას არ დავაწყებინებთ.